მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ ქართულად ვისაუბრებ, შეიძლება ინგლისურადაც ჩავწერო ვიდეოს ამისთვის, თუმცა რადგანაც საბამისად პირდაპირ მომართვა გააკეთა და მეც ვახსენა რომ მის ჩანელში აღმოჩნდი და ასე ვთქვათ რაღაცა ჩელენჯითაც რაღაცა мотиваცია მივეცე, ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის, მინდა რომ უბრალოდ პატარა კომენტარი ჩაგიწერო და რაღაცა პატარა მე რაც შემიძლია ის გითხრა. დროთა განმავლობაში მოკლედ რა, ანუ ეს ინტერნეტს დარჩება ძალიან დიდი ხანია ეს ყველაფერი, ბაზარი არა, მესმის ყველაფერი. მაგრამ კაი რა, come on, ანუ ინტერნეტს დარჩება მე რა. ძალიან ბევრი რაღაც მოხდა, ისეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ კვირაში და ორ კვირაში ხალხმა დაიბიწყა და ეხლა კარგი რა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც ინტერნეტს არჩება და ბევრი ხალხი ლაპარაკებს. ხალხი რო ალაპარაკე და რაღაცები რო თქვეს შენზე, ეს უკვე ძალიან დიდი პლუსი არის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცები შენს იდეოლოგიას არ ეთანხმებოდნენ და ვიღაცები შეიძლება შენ შოულებს ეუბნებოდნენ, რომ უი ეს როგორ თქვა, ან ეს როგორ გააკეთა, ან რაღაცა მსგავსი და ამიტომ უნდა დაიკიდო რა. და უნდა აკეთო რასაც აკეთებ. რაც შეეხება editing-ს, editing-ი კი რთულია. YouTube-ზე ვიდეოების დადება მით უმეტეს კი რთულია. მით უმეტეს იმიტომ, რომ ცხოვრება არ გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ მაინდა-მაინც ადგე და ყოველთვის ხასიათზე იყო, ყოველთვის მუღამზე იყო, ყოველთვის გადაიღო, ყოველთვის იდეები ჩამოწერო, ეს იდეები მერე ვიდეოებად აქციო, ვიდეოები მერე დაედითო, რაღაცა კარგი პროფესიონალური დამუშავებით მით უმეტეს, იმიტომ რომ წარმოდგენა გვაქვს ახლა მეც და შენც, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეოები უნდა ჩაუწეროთ, მაღალი ხარისხის რაღაცები უნდა დავდოთ და ეგ მერე საქმეში როცა გადაგაქვს მით უმეტეს საქმის კუთხით როცა უყურებ ცოტა უფრო რთულია რა, ანუ უფრო რთული, ცოტა კი არა უფრო რთულია რა. რაც შეეხება კამერასთან ლაპარაკს, კამერასთან ლაპარაკი საკმაოდ ჩელენჯინგი არის, თუმცა მე ჩელენჯის დაიწყე, მოდი მაგას მიყევი და მიხვდები რომ ყველაფერი ძალიან მარტივია რა. ანუ შეგიძლია მაგას შენ თავს არ უყურო, ან შენ თავს უყურო, როგორც რო გიმარტივდება. მე ხა მაგას ტელეფონში ვიწერ და მე ჩემ თავს ხედავ როგორ ლაპარაკობ და ან რაღაც პონჩი გამომეტყველებაზეც და რაღაცებზე შემიძლია რომ ეგრევე instant feedback მქონდეს და ეგრევე რაღაცნაირად გამოვასწორო რაც მინდა როგორც მინდა რა ესმინა. თუმცა არის მეორე ვარიანტი რომ საერთოდ არ უყურო საკუთარ თავს და პირდაპირ ისე ილაპარაკო, თითქოს ის კამერა საერთოდ არ არსებობს და მომენტ ისე ილაპარაკო, როგორც ვითომ მეგობართან ილაპარაკები. რაღაცა პროტიპები მაგასთან დაკავშირებით ახლა ესეთი ანუ აი რაღაც რო თქვა რომ აი მეგობარს უნდა ილაპარაკო და ის უნდა გააკეთო და ხალხს საერთოდ არ უნდა წარმოიდგინო. ანუ პროსტად ამუღამე ის ფაქტი რომ ანუ პატარა ტიპები ვართ რა, ანუ დიდად არ ამოყურებთ ჩვენ არ გვაქცევს ახლა და ვინც არ უნდა მოგვაქციოს, მაინც ახლა ისეთ განსხვავებულ და დიდ რაღაცებს არ ვამობთ რომ მაინდა-მაინც ვიღაცამ რა თქواس რა გაგოკრიტიკოს რა და სულ გაგოკრიტიკოს მაინც უნდა დავიკიდოთ რაღაც პონჩი და ამიტომ აქედან გამომდინარე ანუ ორივე კონსენსუსთან გამომდინარე სულ ერთხელ ცხოვრობ და ერთხელ გინდა რაღაცის გაკეთება რა და why not to do without the care, you know, დავაი აკეთე რა და ანუ ეს აკეთე თემაში და რომ გინდა რომ გამოუჯობესდე რა. Don't fucking overthink that, man. I mean, just go with that, just fuck around and you will find out რა ანუ აკეთე რა. ვიდეოების დადებას რო ძალიან პროფესიონალური გინდა გავიგე ძალიან მაგარია რა. მაგრამ მოდი მაშინ ეს რაღაცა გააკეთე. ბევრი იდეა რო გააქვს, იმ იდეიდან ამოარჩიე ერთი, იმიტომ რომ დაიწყო და გააკეთო ერთი. ანუ მით უმეტეს ეგ დიდ რაღაცას როცა გეგმავ, შენს გონებაში უკვე წარმოდგენილია ყველანაირი ყველაფერი, რომ დავა იქით წავედით, ეხლა ამასთან ის მოყვება, ის მოყვება, ასე შემდეგ რა, ანუ მოკლედ ეს შეგვიძლია რომ გავართოთ ძალიან დიდად. მით უმეტეს თუ rilებს scroll-აო და ნახულობ ვიდეოები როგორ ძიდება, მით უმეტეს შენ უკვე წარმოდგენია, შენი პატერნი, შენი გონება უკვე ხედავს ყველაფერს რა, როგორ დანაირად იქნება. აქედან გამომდინარე, გირჩევ, რომ აიღე ერთი იდეა, ერთი კონკრეტული იდეა აიღე და მარტო ის გააკეთე. ამდენი დროც არ უნდა დაჭირდეს, არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება შეგუპირდე ერთ კვირაში დადებდი ვიდეოს, ხვალ დადებდი ზეგ დადებდი ასე შემდეგ როგორც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა მაგას რა, ანუ აი ადამიანები ძალიან ხშირად და ძალიან მარტივად ივიწყებენ რაღაცებს და ამიტომ დაიკიდე შენს და შენს ნატურალურ პროცესს მიყევი რა. თავარი უბრალოდ დადო. და მით უმეტეს თუ გინდა რომ მარტო ხარისხიანი ვიდეოები დადო, ესე იგი შენ გაქვს იმის თავისუფლება რომ ერთი კვირა და ერთი თვე იმუშაო კონკრეტულ ერთ ვიდეოზე. არსად არ გეჩქარებოდეს, გეჩქარება ნურსად ანუ რავი просто აკეთებ რა. ეხლა თუ გინდა რომ მაგალითად ესეთი ჩაოლებრივი ვიდეოები დადო, მეორე ჩანელი გააკეთე და ძალიან კაია. დადე, ყოველდღე დადე. რატო ამობ რომ ყოველდღე არ ჩავწერ. 10 წუთი ყოველდღე გაქვს რა, ანუ 5 წუთი ყოველთვის გამოყოფ იმისთვის, რომ უბრალოდ დაჭიდე და ესე ილაპარაკო რა. სულ რომ მაგალითად დისკომფორტი გქონდეს, შენ ძმას დაუჯექი და შენ ძმას ელაპარაკე, უბრალოდ ვიდეოი ჩართე და ვიდეოში ილაპარაკე. ანუ არ არის პრობლემა მაგაზე საერთოდ. რა შეიძლება ვაფშე თუ მაგალითად არ უნდა ბექას რომ გამოჩდეს და არც უნდა ბექას რომ მისი ხმაც გამოჩდეს მაგ აზრებში, რავი, ეგეც ოკეია და შეიძლება ჩამოჭრა მაგის ნაწილები და მარტო შენ ილაპარაკო. მე პლუს რავი CapCut-ის ის ვერსია როა $60 ღირს წელიწადში, $60 ეხა რამენი არის გადაიხდი და ეხა აღმოაჩინე, კაროჩე გაასწორეს როგორც იქნება, მანამდე არ მუშაობდეს დედაფთქებული long videos და short videos. ანუ და long videos-ასაც ჩავწერ ხოლმე, ეხლა ყველაფერს short-ად გადამიკეთებს. ნუ ეხლა ამ შემთხვევაში ეს უფრო მე მგონი ინგლისურზე მუშაობს, მაგრამ არ ვიცი, ქართულზე დატესტე. დიდი ვიდეო გაქვს, აუტვირთე და short-ად აქციე, რავი რა და დაპოსტე და დაყარე ყველგან. მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა, ანუ
მესმის ბაზარი რაღაც საწყობა გინდა, მაგრამ პატარა ვიდეოებს რაც შეეხება მით უმეტეს შორტებს და Instagram-ს და რაღაცებს რა. უნდა დადო რა, უნდა დაყარო რა, უნდა ილაპარაკო რა, ბევრი რაღაცეები რა. და ანუ ეგეც პრობლემატური არის. ეგეც ეხლა შენ ეხლა ერთი ვიდეო დადე და რაღაცა და წარმოიდგინე მე მაქვს დადებული რავი ერთი 100 მეტი კაცო ერთი 500 პლუს ვიდეო მაქვს დადებული ალბათ გაროჩე რა. ანუ გი TikTok-იანაც რო შევთვალოთ ყველაფერი და კიდე ეხლა ვსწავლობ, კიდე ეხლა ვამუღებ რაღაცებს და პლუს კიდე ეხლა ვცდილობ რომ ავუწყო უფრო მეტად ჩემს ცხოვრებას და რაღაცნაირად ჩემი ცხოვრების რაღაც ისეთი წვრილმელი დეტალებიც გამოვაჩინო რა, რომელიც გამოჩენას შეეცდებით უფრო რთული არის. თუმცა რადგანაც ამას აკეთებ, ბარემ უნდა აკეთო რა, ბარემ უნდა იყო ეგ ტიპი რა რაღაც პონჩი და მე მით უმეტეს როცა ბევრი ვიდეო გეჩიტებ, ეხლა მაგ ჩემნაირი რო იყო რა. მე ეხლა მაგალითად ძალიან ბევრი კონტენტი მაქვს, ანუ და ის მინდა რომ refurbish რა, ანუ გადავამუშაო კარგად, რომ კარგი პატარა ვიდეოები გავაკეთო რა და ანუ მაგის ვერ ხვდებოდი რა, რანაირად მიმდგომოდი ხა შემძა რა ვიცი, არ უსწავლები ეს რა, ანუ ბევრი კონტენტი მაქვს. რა გავაკეთო, პირველად შევეხე ამ სიტუაციას და თან მე ეს ბევრი კონტენტი გონებაში იყო overflow გაქვს რა, ბლინა რამდენი კონტენტი მაქვს ხა ამას რა დაამუშავებ საიდან მიუდგე საიდან დავიწყო არც კი ვიცი რაღაცეები და მე მიდიხარ იქამდე ისე one just small step რა, just do one thing, right? Just do one small video, just do one small task რა და ნელ-ნელა გამოჩნდება ეგეთ პონჩი და ანუ ეს ჩაშლავკვები small task-ებად ხა ჩემთვის მაგალითად განათება იყო დღეს რომ ბლინ ესე იგი უნდა მიმეწესრიგებინა ყველაფერი გადავიტანე გადმოვიტანე დავახარისხებ ფოლდერებში მოვათავსე ყველა კატეგორია ერთმანეთში რა როგორ ანაირად უნდა იყოს მე პლუს ერთმანეთის სახელები დავაწერე მე პროექტები შევქმნი CapCut-ში რაღაც იდეა მომივიდა და მაგალითად ამ ვიდეოებზე ამას შევქმნი მაგალითად და ჩავწერე პროექტად ჩავიწერე ეს ვიდეოები დავახარისხე იქით აქეთ დავაყოფე მე იდეაც მოვინიშნე იდეა დაახლოებით სურათის ჩავხატე ესე ვთქვათ და 9 ისეთი იდეა გამომიჩნდა ხა რომელზეც მინდა რომ ვიმუშაო თუმცა დავიწყებ ერთი ვიდეოდი და ერთ ვიდეოს გავაკეთებ იმენა რომ 9 პროექტზე ერთდროულად ვერ ვიმუშავებ რა და ანუ მარტივად ლოგიკურია რა და ანუ მოდი აიღე ერთი და იმ ერთ შეკმაზე როგორც შეგიძლია ყველანაირად და რაც შეეხება ვერ ვაკეთებ არ გამომდის თურმე არ ყოფილი რომ მზად და ასე შემდეგ ან დაიკიდე რა ანუ აზრი არ აქვს მაგალითად ფიქრს იმიტომ რომ უბრალოდ თავარი სურვილი არის ის რომ გინდა რომ გააკეთო ყველაფერი თუ გინდა რომ გააკეთო უბრალოდ უნდა ადგე და გააკეთო რა მარჩ ანუ that's simple as that რა და ანუ კამერას როგორ ვიქნები როგორ ვიმუშავებ რაღაცეები don't overthink that man and just record that videos just speak up you know that's easy as that просто ეგაკეთე რა მედი არაფერი ეხლა ქართულად როგორც ლაპარაკობ და როგორც კიდე გამოვხატავ რაღაცებს ნეტა ეგრე ლაპარაკობ და ინგლისურად მაგით მაქვს ის ჩაწერილი მაგით მაქვს ის ჩენელი რომ მაგას ვაკეთებ რა ანუ იდეაში ჩემს უფრო მეტ ვსწავლობ და ეხლა მაგათ უყურებდი ერთ-ერთ პირველ ვიდეოს ის ლანჩლი რო არის მისტერ ბისის და KSS და ლოგან პოლის გამოშვებული რაღაც ლანჩლი რა ეგ მაქვს პირველად ვიყიდე ესე ვთქვათ პირველად რა ხარ პირველად ვიყიდე და მინდოდა რომ გამესინჯა და მაგისი ვიდეო ჩამეწერა მართლა პირველად როგორი საბჭილო მექნებოდა რაღაც პონჩი რა ინგლისურად ბაზრობდი და ეხლა მაგის short ვიდეოებიც მაქვს ეგენიც უნდა ავტვირთო რა ერთი 5-9 short ვიდეო გავაკეთე და ეხლა ვცდილობ რომ არ ვიჩქარო და გავანაწილო გეგმიურად რომ დავდო ხოლმე რაღაცეები დიდი ვიდეოს და პატარა ვიდეოს რა ეგეთ რაღაცას ვჩალიჩობ ეხლა და ეს რა ქვია ძალიან ცუდ ლაპარაკობ ბიჭო ინგლისურად ანუ აი საშინლად ვაფშე აზრზე არ ვარ ხო ხვდები რა არ და ვიცი ინგლისური ყველაფერი კარგად ვიცი მაგრამ ანუ აი ეს პრაქტიკა არ ვარ მქონი ანუ არ ვიცოდი და ეხლა რო ვუყურებ ჩემ ვიდეოებს და ეხლაც რო ვატყობ როგორ ლაპარაკობ შედარებით ხედავ უკვე განვითარებას რა და პლუს ახლა წარმოვიდგინე ეს რო გავაგზავნო მე ეს წელიწადში როგორ კარგად ინგლისურად ვილაპარაკებ და რეალურად მოდი ესეთ რაღაცა თქვი რა და ესეთ რაღაც გაიაზრე რა ამ ვიდეოებს არ აკეთებ დღევანდელი შედეგისთვის რა ანუ აკეთებ იმიტომ რომ long term-ში რაღაცა მოგცეს რა და ეს long term-ში რაღაცა თუ გინდა რომ მოგცეს მართლა რა მაშინ მოდი ის რომ ინტერნეტში რაღაცა დარჩება დიდი ხანი მოდი დაიგიდე რა რაღაცის სწავლება გინდა რაღაცის გაკეთება გინდა მოდი და გააკეთე უბრალოდ და მაგის გარშემო ვიდეო შექმენი რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია შენაირი და ჩემნაირი კიდე რა და იცი რა რომ ანუ ეს არ გჭირდება ჩემი ახსნა ამ ყველაფერში უბრალოდ don't fucking overthinking just fuck around and find out right see ya man